მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ასეთი გაშლა განვიხილოთ, ასეთი სიტუაცია განვიხილოთ. თქვენი ცხოვრება გადადის ახალ ეტაპზე. ეს მოვიდა დღეს ჩემთან ეს თემა არა მგონია რომ შემთხვევით, იმიტომ რომ ჩვენ აქ ახლა ვინც ვართ ამ არხზე, ვინც ჩემთან არის, როგორც მე უკვე მივხვდი და რაც ძალიან მიხარი, არიან ადამიანები, ვინც ვითარდება, ვისაც აინტერესებს თავისი ცხოვრება, ვისაც აინტერესებს თუ რამეს აკეთებს, რა შედეგი მექნება სიტყვაზე, ხო? ანუ რისთვის უნდა ვიყო მზად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა ეს ყოველთვის მასე, როცა რამეს გავდევარ, მე რა თქმა უნდა სტიმულიც გვინდა ჩვენ რომ რაღაც კარგი მომიტანოს მე ის, რასაც მე ვაკეთებ, ხო მასეა, მასე. ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ ამ წუთში რა ხდება თქვენთან ახლა, რომ იმისთვის რომ თქვენ მივხვდეთ რომ ეს არის თქვენი სიტუაცია დღეს, ხო? ვინც პირველად ხართ, შეიძლება თქვენ არ იცით ჩვენი მიდგომა. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, კარმული ტარო-ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი და ქალთა კოუჩი. და სულ მალე მექნება ძალიან მაგარი პროგრამა გოგოებისთვის და ჩვენ ახლა აქ მხოლოდ იმაზე კი არ ვილაპარაკებ, აი ასე უნდა ქნა, აი ესეთი გაქვს პრობლემა, ესეთი როგორ რანაირად უნდა გავომკლავდე მე ამ სიტუაციას, რომ ჩემი ცხოვრება უფრო კარგი იყოს. ამიტომ ჩვენ აქ უბრალოდ ვიღებთ სიტუაციას, სიგნიფიკაციას ვაკეთებ იმისთვის, რომ გაიგოთ, რომ ეს თქვენია ეს სიტუაცია, ან მიახლოვებული გაგვთქვათ ეს სიტუაცია თქვენს ცხოვრებასთან და მე უკვე ვარჩევთ. და ტარო არის ჩვენთვის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი წიგნი, სახელმძღვანელო, მე აქ ბევრი ეგეთი წიგნები მაქვს და ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო მალე მივიღოთ პასუხები. ამიტომ თუ ვინმეს მკითხაობა უნდა, ეს უკვე ჩვენ არხზე არა. სხვა არხებზე იქნება სამკითხაო რაღაც მომენტები, გასართობი, შეგიძლიათ იქ გადახვიდეთ რა. კარგით, ვინც დარჩება ჩემთან ახლა, ვნახოთ ჩვენ, ვინ დარჩება, ვისი იქნება აქ სიგნიფიკაცია, ანუ შევხედოთ ახლა რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ვისთვის იქნება გაშლა, მე უბრალოდ ენერგიას ავიღებ. ბიჭებო, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ისეთი გაშლა გავაკეთო, რომ თქვენთვისაც იყოს მისაღები. გოგოები ჭარბობენ, ამიტომ უფრო რა თქმა უნდა გოგოებისკენ მიდის ეს ჩვენი გარჩევები, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენს მიიღებთ აქედან რამე ინფორმაციას და იღებთ კიდევაც. და დიდი მადლობა კიდე მინდა უთხრა ჩემ მოსწავლეებს, რომელიც სულ მხარდაჭერას მაძლევენ აქ ჩემს არხზე. დიდი მადლობა ჩემო ლამაზებო, ჩემო ნიჭიერებო, მაყოფ თქვენი, ვიცით თქვენ როგორ. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ ეხლა რა ხდება? ეხლა ვისი რა ენერგიებში ხართ? არ ვიცი, დღეს აი ამ დასთან მოითხოვა. transformation, თან როგორი ძალიან მაგარი ტრანსფორმაცია მიდის და ახლა ნახეთ. აქ არის როგორ იცით, ადამიანი არის გახსნილი. ადამიანი დგას ახალ ეტაპზე, არ ვიცი რამდენად დაინახავთ, აი არ ვიცი, ნახეთ ახლა შეიძლება გააჩეროთ, ხო? დაინახეთ უბრალოდ, აქ დგას ყმაწვილი, რომელიც არის ფეხი აქ ამდგარი მაგას, მთა თუ როგორ ვთქვა ახლა, ხო და მთის წვეროზე შეიძლება არის და იყურება წინ იყურება. ანუ სხვათა შორის უკვე მე რამდენი გაშლა არის, როცა შემოდის აი ეგეთი ენერგია რა, რომ გუშინაც მე მგონი ძალიან მაგარი გაშლა იყო. აი აქაც რაღაც მაგდაგვარი. იცით რა ხდება? ნახეთ, თქვენ რო იგრძნოთ, რომ ეს ახლა გაშლა თქვენი იქნება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როგორც ახლა როცა მე კითხვას ვაძლევ სამყაროს, უფრო სწორედ როცა მომდის, ხო? დასთასაც ისეთი დასთაც მოდის, ამას მე ვინც მუშაობს ტაროსთან, თქვენ იცით რაზეც ლაპარაკობ, ხო? ვინც ახლა ჩემი ახალი დაწყებული გაქვთ, ან უკვე მუშაობთ, თქვენ მიხვდებით რა, რომ დასთთან გიძახეს თითქოს რა. და ამიტომ ნახეთ ახლა როგორი სიტუაცია არის, უკვე მე რამდენი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთან არიან აი ესეთი ადამიანები და მე რამდენი გაშლა მეუბნება რას.
რომ ახლა თქვენ ნამდვილად ხართ ისეთ ენერგიაში, რომ იყურებით წინ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, კიდე რა რა მელოდება წინ, ან რა ვისწავლო, ან რა შევცვალო, იმიტომ რომ აქ რაღაცა ნახეთ რა ხდება, შეხედეთ, რამდენი ვარიანტი იქნება. პირველი, შეიძლება თქვენ დაუშვათ არიან ისეთი ადამიანები, აი სოციალურ მატრიცას თუ შევეხოთ, ვინც არის ეს პირველად ხართ, მე კიდევაც ბედის მატრიცას არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა, კონსულტანტზე გამრჩეველი თუ როგორ არის მრჩეველი. ანუ ადამიანი, რომელიც ბედის მატრიცასთან მუშაობს. ოკეი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ესე იგი, არის მეხუთე ენერგია, მეცხრე ენერგია და აქაც ეგეთი ენერგია, მე-13-იც. ანუ არიან ადამიანები, რომელსაც უყვარს სულ მთელი ცხოვრება სწავლა, სულ სწავლობენ და მაგრამ ზოგი ამ სწავლას, განათლებას იყენებს, ზოგი არ იყენებს. ესაც არის უკვე დასაფიქრებელი, რატო შენ სწავლობ და არ იყენებ, ზოგს შიში აქვს, მოდით ასე ვთქვათ, ხო? აი, იმიტომ ეს შიშებიც საიდან არის? იქიდან ძველი პროგრამებიდან რა. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. ადამიანს ნახეთ ან მოვიდა პერიოდი, ეხლა ნახეთ ნაკადი მოდის და ზოგჯერ მიწეს რუსულიდან ქართულად და ამიტომ აპატიეთ, რუსულად ზოგჯერ გავიჭედები. ვეცდებ მაქსიმალურად, იმიტომ რომ მინდა გადმოგცეთ რა. ნახეთ, ანუ შეიძლება აქ ადამიანს შეიძლება კი არა 1000%-იანი აქ ადამიანს აქვს ცოდნა, 1,000,000%-იანი. უბრალოდ ეს ადამიანი ეხლა დგას და ფიქრობს, სად შემიძლია მე ეს ცოდნა გამოვიყენო. ან კიდე ერთი მომენტი არის, რომ სად შემიძლია, აი, მოდით მაგალითებით მიყვარს, რომ მასწავლებელი ვარ, ისე თქვენ ახლა ყოფილი მასწავლებელი არ არსებობს. მაგალითებით მიყვარს ახსნა, ნახეთ. თან ახლა, რა თქმა უნდა, აქ ვზივარ ამ წუთში ფიზიკურად ახლა მე მარტო, თქვენ კი ხართ აქ ჩემთან ერთად სულ ყველა, მაგრამ ეს არის როგორი მომენტი, როცა აი ჩემ შემთხვევაში იყო ბევრი, როცა ცოდნა გაქვს, როცა რაღაცები ისწავლე, წაიკითხე, გაიარე, რა ვიცი, მე რაღაცები ქენი და ზიხარ და ფიქრობ, რომ აი სად შემიძლია გამოვიყენო ეს ცოდნა. გაიგეთ რა ხდება, ეს კითხვა გებადება. და ამიტომ აქ არის აი იმიტომ ტრანსფორმაციაში ხარ, რომ ხვდები, რომ ეს ცოდნა, რომელიც გაქვს, სადღაც რაღაცით უნდა გასცე, მაგრამ როგორ, იმიტომ რომ ეს შეიძლება გახჩობდეს ეს ცოდნა და ამიტომ და აქ გრძნობს ადამიანი, რომ ეს აუცილებელი, აი თითქოს ჩემი პირადი დანიშნულება, რაღაცა პროცესი მიდის, ხო? და აი ჩემ შემთხვევაში სხვათა შორის იყო ესეთი ბიძგი, წადი იყიდე ტარო. ანუ ტარო, იმიტომ რატომ გეუბნებით, რომ ჩემთვის ეს არის ფსიქოლოგიის წიგნი, ხო? იმიტომ რომ არ უყურებ მე ტაროს როგორც სამკითხაო ინსტრუმენტს, უყოლოს თავისი მიდგომა, მე ასე. იმიტომ რომ ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, მომცეს საშუალება, რომ ადამიანებს გავცე ტაროს მეშვეობით, ანუ ინსტრუმენტი დამაჭირინეს და სხვათა შორის ახლა ჩემი მოსწავლეების დიდ მადლობას მიხდიან, რომ აი ეს ინსტრუმენტი ახლა უჭირავთ, იმიტომ რომ ისინიც ეგეთები არიან. ანუ გრძნობდნენ, რომ რაღაცა ცოდნა აქვს და უნდა გავცე, მაგრამ რითი, როგორ, ხო? ანუ გაძლევენ რაღაცა ინსტრუმენტი. აი აქ ეგეთი სიტუაცია, ან თქვენ ეძებთ ასეთ ინსტრუმენტს, გაიგეთ? და ფიქრობთ, რომ რითი, რა შემიძლია, როგორ შემიძლია მეჩი, რა, ანუ ეს, იმიტომ რომ აქ უნდა გქონდეს კიდე როგორი მომენტი, ინტუიციით გრძნობთ, რომ მოვიდა დრო, რომ უნდა ეს ჩემი გამოცდილება რამენაირად გამოვიყენო. აი გეუბნებ, მაგაზე ხშირად ვამბობ. აი ახლა ძალიან ხშირად, ალბათ მე რა ვიცი, მე რატომღაც მხვდება ძალიან ხშირად YouTube-ზე აი ესეთი პატარა მოკლე როლიკები. აი სადაც ახლა გოგოები ზოგი ამბობს, რა, თუ გინდათ ძალიან გემრიელი და კარგი ნამცხვარი თქვათ, გამოაცხოთ რაღაცა, მოდით ჩემთან. და ულამაზესი რაღაცები დგას, ესეთი სურათები და მარტივი რეცეპტები. ზოგი თქვათ, გოგოები ამბობენ, რომ აი შეგიძლიათ, რომ თქვათ, ახლა თქვენ ახლა ხელობა გამოიყენოთ და გააკეთოთ ლამაზი, თქვათ, ეს ნაჩნიკები სიტყვაზე, ხო? ეს ძალიან ულამაზ.
ანუ მე ამ მაგალითებს რატო ვიყვან, რომ თქვენ არ იფიქროთ, რომ თუ ყველა მოდით ახლა ჩვენ ახლა ეზოტერიკაში წავედეთ, თუმცა მეცხრე ენერგია კი, მაგრამ უბრალოდ ეს თქვენში უნდა დაიჭიროთ, თქვენ რა გინდათ, რა მოგწონთ ისეთი და შეიძლება აი აქ ეს ენერგია იმიტომ არის, რომ მოდის პერიოდი, რომ მე ხვდები, რომ მოვიდა დრო, რომ ეს ჩემი ცოდნა, რომელიც არის უკვე დრო მოვიდა იმისათვის, რომ მე უკვე გავცე, მაგრამ ვეძებ მე ამ გზას. იმიტომ რომ აქ ახლა მაინც ის არის, რა ქვია, პაჟი, გაიგეთ და პაჟი არის ადამიანი, რომელიც ეძებს ინფორმაციას, ხმალების პაჟი, გაიგეთ რა ხდება, ვეძებ ინფორმაციას, მზად ვარ იმისთვის, რომ ინფორმაცია ვფიქრობ იმაზე, რომ სად მოვიძიო ეს ინფორმაცია. მიხვდეთ, ხო? და ზუსტად ეს მომენტი არის, როცა უკვე მე მოვძლიერდე ჩემო სიხარულებო, მეოთხე იცი თქვენ ჩემო მოსწავლეებო ჯვარი. რომ არის ეს მომენტი, როცა მე-13 ენერგიებში მე ვგრძნობ, რომ მე დამიგროვდა რაღაცა ცოდნა, მეოთხე არკანი. ანუ ვარ პროფესიონალი, მეოთხე არკანი, მაგრამ მჭირდება, რომ ეხლა მე ანუ ეს ყველაფერი განვახორციელო, დრო მოვიდა, რომ ჩემი გამოცდილები წავიდე ნულის არკანი, ანუ წავედი წინ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განვახორციელო და ამიტომ ვარ მე-13-ში ტრანსფორმაციაში. всё, გაკვეთილი ჩაგიტარეთ. კარგით, გადავედეთ ახლა მაპატიეთ, ну ზოგჯერ ასეც ვარ ჩვენ. მთხოვეს ჩემო მოსწავლეებმა და ამიტომ ასე ვმუშაობთ. всё. ეს ენერგია მიხვდეთ თქვენ, ხო? თუ რეზონირდა და თქვენ იცით, რომ ეს ჩემზეა, ვნახოთ ახლა, ანუ ახალ ეტაპზე დგას შენი ცხოვრება. უკვე გვაჩვენეს აი ეს ახალი და ვნახოთ კიდე ახლა ჩვენ რა ახალ ეტაპზე რა ცვლილებები, აი აქ ცვლილებები გვანახეს, რომ ანუ მე-13 არკანი კიდე ეს არის, როცა უკვე ისე როგორც იყო არ იქნება. всё, მოჩა რაღაცა ეტაპის დამთავრდა, გაიგეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ну, აქ რამდენიმე დასტა მაქვს, ნახოთ ახლა ჩვენ ვკითხოთ ტაროს, ახლა ჩვენ წიგნს, სხვა წიგნს. ანუ ესე იგი რა ეტაპზე ხართ, ხო? შენი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადის. ანუ ვნახოთ რა ახალ ეტაპზე გადადის შენი ცხოვრება, რა ახალ ეტაპზე გადადის შენი ცხოვრება, რა სასწაული არის ეს იმენა მასულელებს. კითხავ და დავსვი და მე-13 არკანი არის რა. просто გადავირიე პოზიციებზე. იმიტომ ჩაუტარეთ შემოსწავლეს მინი გაკვეთილი მაპატიეთ. ვისაც ეს არ აინტერესებს რა. ანუ რა ახალ ეტაპზე გადადის, მე უბრალოდ აქ მიწერე ეს კითხვები, რომ არ დამავიწყდეს ყოველთვის წერიციან. ასე აუცილებლად რომ იქ სადმე არ გადავუხვიოთ ჩვენ. ეს მნიშვნელოვანია. ну ნახეთ, ეხლა პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ რა ახალ ეტაპზე ნამდვილად გადადიხართ ახალ ეტაპზე. ნახეთ, აი აქ თითქოს რაღაც მოლოდინს ტოვებთ თქვენ, გაიგეთ? ნახეთ ახლა რა ხდება. ახალი ეტაპი არის აქ სხვათა შორის მოდი ფინანსებს, იმიტომ რომ პენტაკლები არის აქ რა. მე აღარ დაველოდები, ანუ აქ თქვენ გაყენებენ არჩევანის წინ, იმიტომ რომ უკვე რაღაცა უნდა გადაწყდეს და ამიტომ აქ გვეუბნებიან ჩვენ, რომ შენ ახლა ისეთ ეტაპზე დგახარ, როცა აკეთებ სწორ არჩევანს რა. უკვე აღარ დგახარ და აღარც ელოდები, იმიტომ რომ აქ ნახეთ, აქ ადამიანმა ბევრი რაღაცა გააკეთა სხვათა შორის, ნახეთ კიდევ აი გეტყვით. ძალიან ბევრი გაკეთებული აქვს და ამიტომ ну თქვათ მოდეთ ახლა ვისა ზოგს სწავლა, ზოგს გამოცდილება, ზოგს ყველას თავისი მომენტი და უკვე ეს ადამიანი არის როგორ იცით, даже არჩევანის კი არა, არჩევანისაც არა. ну არჩევანი იმ შემთხვევაში რომ გააკეთებ თუ არ გააკეთებ, მაგრამ გეძლევა საშუალება რომ ეს რასაც შენ უკვე ელოდები იმ ნაყოფს მოვიდეს შენ ცხოვრებაში. გაიგეთ, ანუ სურვილის ასრულება, იმიტომ რომ შენ ახლა უკვე კი გინდა რომ ეს სურვილი კი. ხო.
ნახეთ, ანუ ადამიანს აქვს ბევრი რაღაცა გაკეთებული, ეს არის ცოდნა, ეს შეიძლება გამოცდილება, როგორც გითხარით და ეხლა ეს უკვე ახალი ეტაპი სად მიდის? უკვე ეძლევა შედეგი. იმიტომ რომ ბევრი გააკეთე და უკვე უნდა მიიღო ძალიან კარგი შედეგი. სხვათა შორის აქ ვიღაცას ნახეთ იქნება ინფორმაცია, როგორი არ ვიცი, წამოვიდა ეხლა. აი სულ ძალიან აქ უკვე არ არის იქ ცოტა ზემოთ და მოდით აქ ჩამოვიდეთ, ხო? ნახეთ, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ და ელოდებოდეთ ვიღაცას უნდა და სახლის ყიდვა. აი იმენა სახლზე მოდის რაღაცა სიტუაცია რა. შეიძლება გქონდათ რაღაცა სანერვიულო, ან ელოდებოდეთ დიდხანს ამ სახლს, ან თქვათ შეიძლება რემონტი მიმდინარეობდა ელემენტარული. ახლა კი ვამბობ ჩვენ ახლა ცოტა ესეც რომ თქვენი ცხოვრება რა ეტაპზე გადადის, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია ვიღაცისთვის. შეიძლება თქვენ ახლა შეიძენ ახალ სახლს და იმ ახალ სახლში დაიწყება თქვენი ახალი ცხოვრება. იმიტომ რომ კოშკი აჩვენებს ხშირად იმენა აი სახლს რომ რაღაცა იცვლება, ხო? ნუ ან გადადიხართ რაღაც ახალ საცხოვრებელში. გაიგეთ, იმიტომ რომ პერიოდი, ხო, პერიოდს თქვენ თვითონ აიღეთ რა, იმიტომ რომ მე გითხებოდე და მავიწყდება, მივიღებ 3 თვეს აი ასეთ გაშლებზე მეც არა და საერთოდ ახლა ნუ 6 წელი მაქსიმუმ. ამიტომ აი აქ მაჩვენებენ ისეთ პერიოდს, რომ შეიძლება თქვენ აი დიდი ხანი ელოდებოდეთ, მაგრამ იცით როგორი მომენტი არის. შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ მე ყოფა თუ არა, თქვა თანხები იმის, ან რამე თანხებს ელოდებოდეთ და მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში ეს თქვენი მოლოდინი მშვენივრად კარგად დასრულდება. აქ ჯერ ურთიერთობას ვერ შევეხები, იმიტომ რომ ცოტა ისეთი არკანები არის, რომელიც უფრო ამას მაჩვენებენ, რომ ადამიანი გამოდის რაღაცა პერიოდი. ნახეთ, ანუ შეიძლება ადამიანი ეძებდა ბინას სიტყვაზე, ეძებდა ან რემონტი ქონდა და ვერ სრულდებოდა, ან ფიქრობდა ფული მეყოფა, არ მეყოფა, ან ვიპოვი თუ არა, ვიშოვი თუ არა, მე ვთქვა პირველ შესატანს თუნდაც, ხო? აი აქ თქვენ აუცილებლად რაღაცა სიტუაცია ისე იქნება, რომ აი ნახეთ, აქაც სახლია. აუცილებლად, ხო, თქვენ ფიქრობდეთ, რომ შეიძლება დაუშვათ, აი, ნერვიულობდეთ, ამაზე დაარდობდეთ, მაგრამ აქ თითქოს თქვენ აი ისეთი სიტუაცია მოხდება, გეუბნებით რა, ჯერ დახურულია, ნახეთ. თქვენ აუცილებლად აქ მიიღებთ მე არ გამიკვირდება, ზოგი შეიძლება საჩუქრათაც მიიღებს რამე სახს, ან ფული შემოგივათ ისეთი, რომელიც თქვენ ან სიტუაცია ისეთი შემოგივათ ცხოვრებაში, რომელიც თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ ნამდვილად ეგ გქონდეთ. კი, აქ უეჭველი გადასვლა იქნება. დასრულდება თქვენი ნერვიულობა და მაგაზე. შეიძლება ეძებდეთ დიდხანს, თქვათ, ნუ ახლა ეს სიტუაცია მოდის და გეუბნებით რა. მაგრამ აუცილებლად თქვენ ნახავთ იმას, რაც თქვენ გინდოდა და თქვენი აი ესეთი ძიება და ნერვიულობა ამით დამთავრდება. კი. ყველანაირი თქვენი კოშმარები და რაღაცები დამთავრდება და ახალი პერიოდი დაიწყება. ნუ ეს ვიღაცას ეხებოდა ახლა ბინას მოდეთ დავტოვოთ ასე, იმიტომ რომ ახლა არ მინდა კიდე აქ სხვა რამე ჩავაქსოვო. კიდე ავიღოთ სხვა დაასთა და ვნახოთ ახლა უკვე ჩვენ ანუ ახალი ეტაპი. რა ახალ ეტაპზე გადადის. ანუ აქ აჩვენეს ჩვენ რომ შეიძლება ნახოთ ახალი ეტაპი ვისთვისაც აქტუალური იყო თქვათ თავისი სივრცის შეცვლა, აი ეს თქვენ გადადიხართ ნამდვილად იმ ახალ ეტაპზე, იმიტომ რომ რა არის, იცით, ეხლა როცა ზოგჯერ კი არა ხშირად შენ როცა მოდის დრო რომ შენ უნდა შენი სივრცე შეცვალო, ესე იგი ეს არის აუცილებელი რა არის იცით ახლა კი დედამიწაზე ცხოვრობ და დედამიწაზე გავდივარ ჩვენ რაღაც მომენტებს, მაგრამ არავინ არ თქვას, რომ ეს არაფერი არ ხდება, ეს რაღაცნაირად სამყაროში იმდენი რაღაც საინტერესო ხდება და მე აი მომწონს ეგ სიტუაცია, რომ ვაკვირდები და სხვანაირად რომ უყურებ ამ ცხოვრებას და ხედავ, რომ მართლა აი ისეთი შეგრძნება რჩება, რომ ვიღაცა, ნახეთ, ვიღაცა მართავს შენ ცხოვრებას ზემოდან, მაგრამ როგორ მიყავ ხარ, იცი? შენ თუ ხარ განწყობილი პოზიტიურად, ეს რას ნიშნავს? ანუ მე უყურებ სიტუაციას, არ ვწუწუნებ სიტყვაზე, რასაც მოდის ცხოვრებაში მადლიერებით ვიღებ.
ვცდილობ რომ თქვა, ანუ შინაგანი თქვა, ჩემი გავასუფთავო, გავაუმჯობისო, უფრო შევცვალო ეს ფიქრები, უფრო მიმართულება მივცე, პოზიტიურად შევხედო ნებისმიერ სიტუაციას, პოზიტიურად როგორ? კარგი, რა შემიძლია მე აქედან ავიღო, ნუ აი ლობიოს რომ სიტყვაზე მოგიტანეს სოფლიდან ლობიო, ხო? და ხო არის კენჭები რაღაცები, შენ შეგიძლია თქვა რომ აი მე რა აუბედურება, ეგ რა არის ესა. მაგრამ შეგიძლია დაჯდე, გაარჩიო და მე ნუ საქართველოში ბევრს უყვარს ვიცი ლობიო, ხო? და დრო დახარჯო მაგაზე, გარჩევაზე, მაგრამ მე კაი კერძს გააკეთებ. ლობიოსგან რამდენი რამე კაი შეიძლება გააკეთო, ხო? უბრალო მაგალითებს ვიყვან, რომ თქვენ მივხვდეთ, რასაც გულისხმობდა. იმიტომ რომ მე შემიძლია წავედი სადღაც იქით ჩემ რაღაცებში და მე ცოტა რთულად ვერ ხსნი. ხო, ამიტომ ჩემო სიხარულებო, ანუ ხო ხდებით, რომ ეს პოზიტიურად განწყობა, აი თუნდაც სახლი, რატო დავიწყე, რატო გავფრინდი იქ. გადავედი, იმიტომ რომ სივრცე შეიძლება ზოგისთვის ქვეყანა, даже ნახეთ ახლა აი ელემენტარული შეიძლება თქვენს დაუშვოთ ახლა რაღაცაზე მუშაობთ, რამე პროექტზე, სიტყვაზე და გადაადგილეთ ახლა თქვენ მაგი და აქედან იქით, ხო? ხო ხედავთ მე როგორ დავდევარ, ხან იქით, ხან აქედან, რომ აი რაღაცნაირად გააჩნია რა ხასიათზე, აი ის მინდა რომ თქვენს გქონდეთ ეს ჩემი სივრცე, აი ეს ვთქვათ თვითონ მიყვარს ძალიან ეს, იმიტომ რომ რატო ეს აქ სოციალ მე-13 ენერგია მუშაობს მასე. ადამიანს ძალიან უყვარს გადაადგილება, ავეჯის, სივრცეს და ასე შემდეგ. ხო და აი ეს არის რომ შეიძლება ეს თქვენი თუნდაც მაგიდის გადაადგილება თქვენ ცხოვრებაში სიახლის მოგიტანს, რატო? იმიტომ რომ ახალი ენერგიით, ახალი ვიბრაციებით აივსები, იმიტომ რომ ვინმე რაღაცა ახალი სიტუაცია მაქვს და იქნება ცვლილება. ბინა შეცვალე, რა თქმა ეს ვაფშე სხვანაირი ენერგია. ქვეყანა, ქალაქი, სოფლიდან ქალაქში გადახვიდე. ანუ ხომ მივხვდეთ რა, როცა ჩვენ აი ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ, ცხოვრებაც კი, ესეც ძალიან მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ცვლილებაზე. ხო ხვდებით? იმიტომ მივაქცია ყურადღება, აჰა, კიდე. ნახეთ, ეთლი, ისე ეთლი მეუბნება რომ სწორს ამბობ შენ. ანუ რა საინტერესოდ მუშაობ დღეს, ახლა წეგან არ იყო მე-4 არკანი. გერთხების, ნუ ეს და რომ უბრალოდ მეხმარება და მიდასტურებს რომ გიგის სწორს ამბობ და გიგებენ გოგოები ჭკვიანები ყავს. მადლობა. წინსვლა ისევ გადასვლა. მიხვდეთ. მოდით ახლა ვნახოთ კიდე. ანუ კიდე შენი ცხოვრება რა ახალ ეტაპზე გადადის. რა ახალ ეტაპზე გადადის და აქ ახლა მოდით ახლა ბინას კიდე დაუბრუნდე, ანუ ამ გადასვლას. აქ იცით როგორი თემა არის, რომ შეიძლება даже ისე მოხდეს, თქვენ ახლა უკვე ფიქრობთ შეიძლება რომ აი არ ვიცი რამდენი ხანი ველოდები და ასე შემდეგ, მაგრამ ან შეიძლება თქვა ბინა მინდა პირველი სათანი არა მაქვს, წასვლა მინდა ფული არა მაქვს, გადასვლა მინდა ფული, აი ეს ყველაფერი, მაგრამ აქ იმდენად თქვენ რომ ამას მართლა მიიღებთ იმით რომ კი მე სამყაროს ჯერამე ღმერთის მე ვიცი რომ ჩემსკენ არის, ხო? აქ ისე აიწყობა სიტუაცია, რაღაცნაირად აი სრულიად მოულოდნელად მოვა რაღაცა სიტუაცია, ისე გაერკვევა ყველაფერი სასწაულად. აი დააკვირდეთ რა. დააკვირდეთ. განწყობა მნიშვნელოვანია. კაი, მოდით აბა კიდე ახალი. რა ახალ ეტაპზე კიდე გადადის თქვენი ცხოვრება. ჩვენი კარგი, ჩვენი საყვარელი თემა. იმპერატრიცა, ცოტა ისეთი ტიტულია და ამიტომ დავმალა, იმპერატრიცა, თასების ტუზი, სამიანი გვერდხების. ეს შემოსწავლეებისთვის საყურადღებოდ. ეხლა ნახეთ რა ხდება. რა თქმა უნდა, აქ იქნება რაზე გადადეს თქვენი რა ეტაპზე გადადეხართ. მე ძალიან კიდევაც ვამბობ, მიხარია რომ აქ მართლა მაგარი გოგოები მყავს და ეს არის აი ზუსტად როცა შენ პირველი ნახეთ გადადეხართ ისეთ ეტაპზე, სადაც თქვენ უკვე დაიმსახურეთ იმ სიყვარულსაც, ანუ ახალი სიყვარული როგორ ნახეთ, თუ დაუშვოთ თქვენ ყავთ პარტნიორი, ხო? აქ უფრო даже როგორ არის, პარტნიორზეც არ არის.
აქ თქვენზე ელაპარაკე, რომ თქვენ თვითონ სხვანაირად შეიყვარებთ თქვენს თავს. გაიგეთ რა ხდება? აი თითქოს როგორ აი სხვა ეტაპზე გადავდივარ. უფრო მეტად მიყვარს ეს ცხოვრება, უფრო მეტად მიყვარს ეს ჩემი თავი, გაიგეთ? ანუ უფრო მეტ ან თუ დაუშვათ ნახეთ თქვენ აი აქ სიტყვაზე გინდოდათ ახალი ურთიერთობა, იმიტომ რომ უკვე თქვათ, всё თქვით რომ აღარ მინდა არანაირი ეს ძველი, არაფერი განთავისუფლდი და უკვე ველოდები ახალ ურთიერთობას. ამ შემთხვევაშიც კი ბატონო თქვენ ცხოვრებაში შემოდით ისეთი სიყვარული, რომელიც ნამდვილად აი სადაც თქვენ დაფასებული იქნებით. შეიძლება იყოს, ანუ იცი რა, პირველ რიგში თქვენ, ნახეთ, ცვლილება როგორ იქნება, თქვენ თვითონ როცა შეიყვარებთ თქვენს თავს, როცა თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ მე ყველაფრის ღირსი ვარ, კარგის, როცა თქვენ თვითონ იმას მიხვდებით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი რაც არის ცხოვრებაში ჩემთვის არის და მე შემიძლია მე ვაძლევს ჩემს თავს ამ უფლებას, რომ ეს რაც მე მინდა მივიღო. გაიგეთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვართ ასე გაზრდილები, რომ აბა ბავშვს როგორ ვზდით, არ შეიძლება ამას არ მოკედო ხელი, არა არ შეიძლება, არ მიიღო ეს საჩუქარი, არა ისა, არა ნახე. აი ეს ამოაგდეთ თქვენი შვილებიდან, თორემ მე აი სამუშაო გექნებათ იმას. მე სულ უკვირდები ჩემ შვილებს, რომ როგორ ზიან და ჩემ გოგოებს და სულ ვეუბნები, რომ არ დაგინახოთ, რომ რამე აუგრძალოთ. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე ჩვენ არ ვეძახეთ ახლა ცუდ რაღაცებს, ეხლა ძალიან ელემენტარულზე ზოგჯერ ეხლა ბავშვი აიღებს აქედან არა, ეხლა ნუ მაგალითად რაც ეხება ტაროს კი ნამდვილად არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემო ბავშვებმა ჯერ აიღონ. ნუ პატარები არიან ჯერ. ხო, და ამიტომ ჩემო სიხარულებო, აი ეს არის, როცა უკვე შენ აძლევ შენ თავს უფლებას, რომ ჩემთვის შეიძლება ეს ლამაზი ცხოვრება. რატომ? აი ნახეთ, დაფიქრდეთ, აი რამდენჯერ ყოფილა რომ თქვა დაუშვოთ თქვენ უყურებ ლამაზ მანქანას, ლამაზ კაბას, ლამაზ სახლს, მე პროსტა ელემენტაროს ფექსაცმელებს და ის თუ ღირს იმაზე, ნუ სიტყვაზე შენ გაქვს სიტყვაზე 500 ლარი ხლიფა, სიტყვაზე მაგალითია. და თუფლი ღირს თქვათ 700. აუ, ეს ამას ვინყი და ამ დროს ჭკუა გეკეთება იმ დონეზე მოგწონს, ხო? უიმე, რა ვიცი, ეს ალბათ იმ მდიდრებისთვის. всё. შენ უკვე თქვი რა, შენ განახა სამყარო, ნახე რა მაგარია, შენ ეს მოგეწონა. ანუ ეს რას ნიშნავს სამყარო გეუბნება შენ შეგიძლია ეს შეიძლება ან კონდეს, შეიძლება კონდეს შენ ეს, მაგრამ შენ რა შვები? არა, ეს მდიდრების. ანუ შენ რა შვები? სხვერპლის როლი და всё. დაბლოკე. ოკეი? და ნახავ 20 ლარიან ფექსაცმელებს და. ოკეი? შენი არჩევანია, გაიგეთ? არჩევანი. ყოველთვის. როცა ამბობ რატომ არა, მე ვარ ღირსი ამისი, რომ მე მქონდეს ეგეთი ფექსაცმელი, ნამდვილად. მე ეს შევამოწმე, მე ტყილა არც ერთ მაგალითს არ გეუბნებით. მე მქონდა ეგეთი სიტუაცია, ძალიან ვიყავი, როცა ეს იყო წლების უკან და ერთი ფექსაცმელი მომწონდა იმდენად, რომ რა გითხრა და ეს ფექსაცმელი ღირდა იმდენი, რამდენიც მე არ მქონდა მართლა თვეში შემოსავალი. და იმ დონეზე გეფიცებით ერთი თვე დავდიოდი მაღაზიაში, სუფთა ტყავი იყო, ისეთი ლამაზი იყო, შუზები იყო და დავდიოდი, მეთქი და გულში ვთქვი, თუ ჩემია. მაშინ ახალი ის მქონდა, ეს დაწყებული მქონდა ეს ყველაფერი ამ თემებზე მუშაობა. იმიტომ რომ მე ვარ პრაქტიკოსი, არაფერს არ გასწავლე, თქვენ მარტო წაივიკითხე და იცი, არა, ყველაფერი მაქვს შემოწმებული. მივედი რამდენიმეჯერ და ვთქვი თუ არის ეს ფექსაცმელი ჩემი, აუცილებლად იქნება აქ. აი, დანახეთ, ეხლა, ბოდიშით ეხლა ასეთი რამისთვის ეხლა 39 ზომა, იცით თქვენ, რომ ეს ესეთი ფექსაცმელი ზომა, რომელიც არის აი ძალიან ხადაბოე რა, ძალიან რო იყიდება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი თვე, თან არ იყო სასწაული ფასი, იყო ჩემთვის მაშინ, თორე ისი განა რაღაცა სასწაული ფასი ყიდა ჩემთვის. ხო და ერთი თვის განმავლობაში დავდიოდი და მერე
მივედი ერთხელ კიდე მოდი აბა კონტროლი რა კონტროლნი ვისწრილ რო იტყვიან რა გასროლა კონტროლი საკონტროლო და იდგა ეს ფეხსაცმელები იყო თაროზე ბაზდაკლება ქონდა და ზუსტად იმ დროს ის თანხა მქონდა ჯიბეში ხელფასი მივიღე გაიგეთ და ვიყიდე აი პროსტა ხო გეუბნები იმიტომ გეუბნებით რომ ანუ მე არ მithქვია უარი იმ წუთში ის ფასი რაც ის ღირდა იმ ადამიანს რამდენსაც ნუ ჩემი ხელფასის პატრონს ნუ ნამდვილად ეხლა ეს იყო ნუ ძალიან ფუფუნება რა მაგრამ სამყარო აი მე რო არ ვთქვი უარი ამაზე და რო ვთქვი რომ არა ეს ძალიან მინდა და არ მithქვამს რომ ჩემთვის არ შეიძლება გაიგეთ და სამყარომ ყველანაირად შემიწყო ხელი იმ დონეზე რომ მე მივიღე ის რაც მინდოდა აი ამ რაღაცებს იმიტომ გეუბნებით რომ მე მინდა რომ თქვენ მივხვდეთ ეს როგორ მუშაობს ეს სიუხვის გზა როგორ მუშაობს რომ აი ხშირად ჩვენ ბლოკავდა მაგრამ აი აქ იმიტომ გავჩერდი ამდენი ხანი რომ თქვენ ამ ბლოკებს ხსნით და აძლევთ თქვენს უფლებას თქვენს თავს რომ მე მივდივარ წინ სწავლა გინდა ნუ დგავ ამ ბლოკებს ძვირია გოგოებო დამიჯერეთ ბიჭებო ეს ყველაფერი ბლოკი გინდათ აი როგორც გინდათ ისე თქვი იმდენი მაქვს რამე ნასწავლი და ყველაფერში ფულს ვიხდიდი და ყოველთვის ის ღირდა აი ნუ მართლა ან ჩემთვის ხელფასი იყო ან შეიძლება უფრო მეტი მაგრამ როცა არ მithქვამს რომ აი არ შეიძლება რადგან ჩემი სული ითხოვს ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ მე ეს უნდა ვისწავლო და მთავარი არის ეს მყარი გადაწყვეტილება ამ მყარი გადაწყვეტილებას როცა მე მივიღებ ხოლმე ხო აი არ ვიცი ისე ლაგდება ყველაფერი ეს ფულიც მოდის ეს სიტუაციას даже ეხლა აი კურსზე მივდივარ მაგარი კურსი მქონდა ახლა ვიფიქრო რომ ეს შემიძლია გადავიხადო კი ძალიან დიდი თანხა მაგრამ იმ გოგომ თვითონ მითხრა რომ მე ფასდაკლებას გაგიკეთებ შენაო გავოცდე გაიგეთ ანუ სამყარო მეუბნა ოღონდ არ თქვა უარი შენ ეს გჭირდება ჩვენ ხელს შეგიწყობთ გაიგეთ რა ხდება ამიტომ როცა თქვენ გინდათ რამე ნუ წადეთ ამ ახალში იმიტომ რომ ეს თქვენი სული გეძახეთ და გეუბნება რომ იქ რაღაცა გელოდება შენ ღმერთო მე რო გამახსენდება ხოლმე და 1000-ჯერ მაქვს მოყოლილი ეს ტარო როგორ დავიწყე ნუ გეხოთ მართლა გაბიქე ამ პულის პული არ მქონდა მაგრამ დღეს სადავა რა ცხოვრება მაგ ხო ხდებით რა ამიტომ ჩემო სიხარულებო და ჩემო კარგებო აი აქ არის თქვენი ეს გზა ეხლა ეს თქვენი იმპერატრიცა მიდის ამ აძლევს უფლებას თავს რომ ჩემთვის შეიძლება ეს სიუხვე, ჩემთვის შეიძლება მივიღო ყველაფერი სამყაროდან, რაზეც მე ვოცნებობდი. ყველაფერის ღირსი ვარ მე, კარგის. გაიგეთ? როგორ მინდა რომ დამიჯეროთ და გაითვალისწინოთ და თქვენ თავს უარი არ უთხრათ. არც იმის გამო რომ ზოგჯერ ნახეთ კიდე არის სიტუაცია, აი შვილების გამო, ვაიმე შვილები ან იმის გამო ვინ რას იტყვის, ან რას იფიქრებენ ჩემზე. ანუ ღმერთო, ეს ყველაფერი დატოვეთ გარეთ. პირველ რიგში თქვენ ეხლა როცა დაადგები მე რატო სულ ჩემ თავზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ნუ ბოდიში და ხა სკოლის დირექტორი ვიყავით, ამ საკმაოდ ძლიერი და ცნობილი, ხო და არა აი მე თუ ამ გადავიდოდე ასეთ სფეროში, რომელიც ეხლა მაშინ იყო უარესი, მე როცა დავიწყე, ხო, საშენ რას მკითხავი გახდა, გაიგეთ? ეხლა როგორია თან საკმაოდ ძალიან ისეთი ძლიერი დირექტორი ვიყავ და მიცნობდნენ თუნდაც სამინისტროში მაგ პერიოდში. და მაგრამ რა არის იცით? ეხლა მე ვგრძნობ თავს ძალიან მაგრად და მომეცა საშუალება რომ თუნდაც ჩემი შვილებისთვის, ჩვენ რადგან ვფიქრობთ რომ ხო სხვას მინდა რამე გავუკეთო, ხო? თუნდაც ჩემი ახლობლებისთვის, თუნდაც სულ ყველასთვის გავაკეთო ის, რაც მე მინდა. რომელი ჯობია? უარი ვთქვა. მე რო უარი მეთქვა მაშინ რომ ვაიმე ფული ახლა არა მაქვს იმის სწავლის, ვაიმე მართლა არ მქონდა, გეფიცები დასტის ფული არ მქონდა. მაგრამ აი ეს მომენტი, რასაც მე დღეს აი ეს იმპერატრიცა გვეუბნება, რატო გიღეჭავთ, რომ მინდა რომ თქვენ მივხვდეთ ეს პოზიცია ბოლომდე. რომ არ უთხრათ უარი ბედს.
რომ თუ რამე ჩაიფიქრე და გინდა გულით, ნუ ამბობ ფული არა მაქვს, ნუ ამბობ მე ჩემთვის შეიძლება, რადგან მე ეს მინდა, ჩემთვის შეიძლება. ეს სიტყვა დაიმახსოვროთ რა. და აუცილებლად არ იფიქრო საიდან მოვა ეს ფული, თქვათ, იმისთვის, რაც თქვენ გინდა, თქვათ, ახალი სწავლა, ახალი, თქვათ, გადასვლა, რა ვიცი, რა გინდა თქვენ, ხო? ნუ ფიქრობთ საიდან მოვა სამყარო მართლა ისე ყველანაირად ისე შეგიწყობს ხელს, გაგიჟდებით, გადაერევეთ, გეფიცებით, მთავარია გჯეროდეთ, ჩემთვის შეიძლება. აი ეს სიტყვები დაიმახსოვროთ და ყველაფერი კარგად იქნება თქვენ ცხოვრებაში.